სიახლეების შემოდგომის პერიოდში. დღეს გადავწყვიტეთ თქვენთვის ესე ექსპრეს გაშლა ჩამეწერა სახელწოდებით რა სიახლეები მელოდება შემოდგომის პერიოდში. ფიზიკურად ისეთ სიტუაციაში ვიმყოფებით დასასვენებლად ვარ წამოსული, ვერ გავაკეთებ ვარიანტების სიტუაციას და უბრალოდ ვნახოთ ყველა ის ინფორმაცია, რაც ამოვა მსგავსი კუთხით, რა სიახლეები გელოდებათ კონკრეტულად შემოდგომის პერიოდში. ამ შემთხვევაში ეს არის სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბრის თვეში. მთავარი მნიშვნელოვანი სიახლე თქვენთვის, უფრო მეტად გექნებათ მხარდაჭერა სამყაროსგან, თქვენი ფარველი ენერგიებისგან, უფრო მეტად გექნებათ გამართლების სიტუაციები და სიტუაციურად გადახვალთ უფრო მეტად განვითარების ეტაპზე და სრულიად სხვანაირი ხედვა გაგეხსნებათ. ეს არის პერიოდი, როგორც არასდროს გექნებათ სხვანაირი დამოკიდებულებები ცხოვრების საკითხების მიმართ. შეცვლა, სიტუაციური კუთხის სტრუქტურული ცვლილება მოხდება თქვენ ცხოვრებაში პირდაპირ მნიშვნელობით. კიდევ რა სიახლეები გელოდებათ სიტუაციურად? საკმაოდ გაძლიერდება თქვენში ერთგვარი ცდუნებების მომენტი. ანუ შეიძლება გქონდეთ მომენტები, როდესაც გარკვეული საკითხების მიმართ თავშეკავებულობა, რაც აქამდე გქონდათ, ვეღარ გააკონტროლოთ. ეცადეთ, რომ არ მისცეთ სიტუაციებს უფლება რაღაც მომენტებში არასწორი გადაწყვეტილებები მიგაღებინოთ. ანუ ეს არის პერიოდი, როდესაც სიტუაციურად გმართებთ მეტი მუშაობა საკუთარ თავზე. ანუ პირდაპირ მნიშვნელობით ცდუნებები უნდა გადალახო სიტუაციური კუთხით, ხო? მეტი მუშაობა დაგჭირდება საკუთარ თავზე. კიდევ რა სიახლეები არის? გაგიძლიერდებათ ინტუიცია, ყურადღება მიაქციეთ თქვენ სიზმრებს, რომლებიც მოდის, შეგრძნებები, რომლებიც მოდის, როგორც არასდროს უფრო მეტად გაძლიერებული იქნებით ენერგეტიკულადაც და ინფორმაციული მდგომარეობა მეტად გაიზრდება თქვენი, ხო? ანუ თვალსაწიერი უფრო მეტად ზრდადი იქნება და ზოგადად ენერგიებიც მეტად გაძლიერებული და გრძნობიარე გახდება. ექსტრასენსორიკის კუთხით უფრო მეტად განვითარდებით. და ზოგადად სიტუაციები თლიანობაში ამ ყველაფრის მიუხედავად სტაბილურად კარგი თემები წავა. ანუ ისეთი რაღაცა არ იქნება, რასაც შეიძლება ვერ გაუმკლავდე. ერთადერთი მომენტი რაც არის, არ იყო ჩაციკლული წარსულის სიტუაციებზე, არ მისდევ წარსულის თემას, აი ესე რომ გამეკეთებინა, ესე იქნებოდა, ესე რომ გამეკეთებინა, ესე იცხოვრა ეხლანდელი სიტუაციებით და იყავი მოლოდინში უკეთესი მომავლის კუთხით. იყავი მზად სიახლეების გამოწვევებისთვის ის, რაც შენ ცხოვრებაში მოდის სიტუაციურად. ნუ შეგეშინდება ცვლილებების, ნუ შეგეშინდება მდებარეობის შეცვლით, რაც გასაკეთებელი არის შენ მიხვდეთ მაქსიმალურად გააკეთე და შემდეგ ავტომატურად მიიღებ იმ ჰარმონიას და იმ სიყვარულის მდგომარეობას და იმ სტაბილურ პოზიტიურ მოცემულობას, რომელიც შენთვის სასურველია და რომელიც რეალურად გჭირდება. აი ესეთი იყო არსებული ინფორმაცია თქვენთვის, გისურვებთ წარმატებას ნახვამდის.